მოგესალმებით. სოლიდარობა პოლიტიკურ პატიმრებს, რომელსაც ნამდვილად შესაწყალებელი არაფერი არ სჭირთ, მათ ცხადად თქვეს, რომ არანაირი შეწყალება არ სჭირდებათ, არც მოუთხოვიათ. ისევე როგორც სხვა შორის მამუკა და ბადრი, მათ არანაირი შეწყალება არ უთხოვიათ. ჩვენ ძალიან კაფიო პასუხი გავეცით თავის დროზე ყაველაშვილს და უთხრათ რუსული ხომალდის მიმართულებით გავუშვით პირველივე ბრიფინგზე, ყოველგვარ შეთანხმების გარეშე, შაბათ-კვირა იყო და პატიმრებთან კომუნიკაციის შესაძლებლობაც არ მქონდა მაშინ, მაგრამ ვიცოდი რა მათი პოზიცია, ჩვენი პასუხი იყო ესეთი ხისტი, თუმცა მათ შეიწყალეს. ახლა სამწუხაროდ ეს გონიერება არ იყო ქართულ ოცნებას და რაღაც სადისტური ფორმა შეარჩია მალხაზ ამაღლობელი, რომელიც იდგა მთელი ღამის განმავლობაში ბათუმიდან ჩამოვიდა და იდგა რუსთავის ქალთა საპყრობილესთან და ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, არანაირი შეწყალებაზე, გონივრულობაზე, ჰუმანურობაზე მოუდინი არ უნდა ქონდეს. პარალელურად ქართული ოცნების სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და 4 ახალი პოლიტიკური პატიმარი შემატა საქართველოს, ეს უკვე სოციალურ საწყისებზე ჭიათურელი 4 მაღაროელი, რომელიც გაფიცვას აწარმოებდა ჭიათურაში, მათ პროვოკაცია მოუწყვეს ქართული ოცნების ბიზნეს ინტერეს ჯგუფებმა და 4 ადამიანი 6 წელიწადნახევრით და 4 წელიწადნახევრით გაუშვეს ციხეში, მათ შორის ჩემ ძალიან კარგი ნაცნობი აჩიკო ჭუმბურიძე, რომელთანაც სტუდენტობის პერიოდშიც მახსოვს ძალიან მრავალი ბრძოლა, რომელიც შრომითი უფლებების კუთხით გაგვივლია ჭიათურაში. ეს რაღაცა წერე, რომელიც კიდევ შეიძლება გაფართოვდეს ახალი დაკავებებით, აი ახლა ახალი პოლიტიკური პატიმრები გამოვლენ ციხიდან, რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი. გამოვლენ, მაგრამ შესაძლებელია პერსპექტივა ძალიან რეალურად. აი ის, რასაც სულ აპროტესტებდა ხოლმე 2012-მდე ოპოზიცია, მაშინდელი ნაციონალური მოძრაობის ოპოზიცია, ეს ცნობილი მოწოდება ყველანი ციხეში სინამდვილეში ივანიშვილმა აასრულა. ამიტომ შესაძლებელია ყველანი ისე უკან შებრუნდნენ და მათ შორის თქვენი პარტიის ლიდერები. მათ შორის ეს საფრთხე ჩვენს მიმართაც განსაკუთრებულად არის მამუკას და ბადრის მიმართ საბოტაჟის საქმე, რომელიც აღძრულია და მიმდინარეობს და რაც ასევე ძალიან მძიმე დარტყმარი დემოკრატიის წინააღმდეგ, ეს არის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩენილი აქვს მხოლოდ და მხოლოდ 6 თვე. რეალურად თითქმის 3 თვე უკვე გასულია, 9 თვიანი ვადა აქვს, რომელიც კეტავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობას, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა გაუგებრად იქცევა დღეს ქართული ოცნების ინტერესებს დაქვემდებარებული საკონსტიტუციო სასამართლოც კი 3 თვე გავიდა. ჯერჯერობით არანაირი განცხადება, არც პროცესი, არაფერი საერთოდ. საერთოდ არანაირ რეაგირებას არ აკეთებდა. 3 თვე სრულიად არის საკმარისი იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ან სხდომა ჩანიშნოს, თუნდაც მომდევნო თვეების განმავლობაში რაღაც ციცხადე შემოიტანოს. ეს არის პოლიტიკური ორგანო, სადაც ერთეული მოსამართლეები არიან, რომლებიც განსხვავებულ აზრს წერენ და მე ვამაყობ, რომ მათი სტუდენტი ვიყავი თავის დროზე და ეს ადამიანები სხვადასხვა საქმეებზე შემიძლია ვისაუბრო მათთან მიმართებაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. მე ველოდები, რომ ისევ იქნება განსხვავებული აზრები, მაგრამ ამის პარალელურად რომ საკონსტიტუციო სასამართლო ოცნების სასარგებლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ცალსახად დარწმუნებული ვარ, ოცნების სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს პლენუმი, მოსამართლეების სრული უმრავლესობა, 1 ან 2 მოსამართლე იქნება, რომელიც დაწერს განსხვავებულ აზრს. მაგრამ ეს არ შეცვლის სურათს. რა თქმა უნდა, სურათს არ შეცვლის, ასაკრძალად გამზადებულია 3 პოლიტიკური მთავარი ძირითადი პარტია, ეს არის პოლიტიკური გაერთიანება ლელოძლიერი საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ახალი კოალიცია ცვლილების. აი ირაკლი, ერთი წუთი თუ შეიძლება შეგაწყვეტინებთ, ანუ არავინ ველით რასაკვირველია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ისეთი ტიპის გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა ოცნებას მით უმეტეს ასე ზარზეიმით შეტანილი სარჩელის ფონზე, მაგრამ აი თქვენ თქვით, რომ 3 თვე გავიდა და ჯერჯერობით დუმილია. არის ასეთი ინფორმაცია, რომ დაჩქარებული ტემპით დაიწყება ეს პროცესი, რომ რაც შეიძლება მალე სრულიად მოასუფთავონ მათ შორის ოპოზიციური ველი. ხომ არ ყოფილა ამ პერიოდის განმავლობაში რაღაც ტიპის შემოთვლა, რაღაც ტიპის მოლაპარაკება ასაკრძალ ოპოზიციურ პარტიებთან. აი ხა სხვებზე თქვენ ვერ იტყვით, მაგრამ აი მაგალითად კონკრეტულად ლელოს შემთხვევაში ვთქვათ, გადით პოლიტიკიდან, მაგალითად მამუკა ხაზარაძე
აბაზაძე, ბადრი ჯაფარიძე გავიდნენ პოლიტიკიდან და ამ შემთხვევაში არ აკრძალავთ. აი რაღაცა ასეთი შემონათვალი ხომ არ მიგია. ქართული ოცნება დიდი ხანია არავის არ ელაპარაკება. არც შემოთვლებით და არაფრით, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მე არ მჯერა, რომ რომელიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას ქართული ოცნება ელაპარაკება. თუმცა ერთხელ თქვა მამკვა ხაზარაძემ ჩემს ეთერში, რომ რაღაც მცდელობას ჰქონდა ადგილი. 3 თუ 4 წლის წინ თქვა ეს ამბავი, მაგრამ მის მიღმა პასუხიც მიიღო ქართულმა ოცნებამ და დღეს ვითარება არის ეს ქართულ ოცნებამ აღარ თulis რომ საერთოდ ვინმეს უნდა ელაპარაკოს. არც ქვეყნის შიგნით. ეპისკოპოსები გამოდიან უკვე, სინოდის წევრები გამოდიან და ეუბნებიან რომ ელაპარაკეთ ოპოზიციას. მათი მხარდამჭერი შეიძლება მათი მხარდამჭერი, ხო? შეიძლება არ მოწონს მას ოპოზიციას აკრიტიკებს უსამართლოდ ეს ეპისკოპოსი, მაგრამ ამის პარალელურად ამბობს რომ საუბარი აუცილებელია. რატო ამბობს ამას? არ ელაპარაკებიან. ივანიშვილი არ ელაპარაკება მათ შორის არც საგარეო პარტნიორებს. ქვეყანაში ჩამოსული უმაღლესი რანგის საგარეო წარმომადგენელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელიც ითხოვდა ივანიშვილთან შეხვედრას. ივანიშვილი არ შეხვდა. იმიტომ რომ ივანიშვილს ეშინია საუბრის. მისი მოცემულობა იმდენად უსამართლოა, ავტორიტარულია, უკანონოა, ადამიანის უფლებების შემლახავია, რომ შეუძლებელია იქ რაიმეზე ილაპარაკო. იქ არსებობს უბრალოდ მოთხოვნა, სადაც შეიძლება მოლაპარაკებებს მაგიდასთან დაჯდე, თუ ხდებით, მე მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნა, რომ გამოვიშვი პოლიტიკური პატიმრები და ჩაატარე ახალი სამართლიანი არჩევნები. სხვას რომ ცემე, დამიჭირე, უკანონო პატიმრობაში მომყოფე, მოვითმენ, გადავიტან. პოლიტიკა ეგეთი სამწუხარო და ეგეთი მძიმე საქმეა, მაგრამ ძირითადად და მთავარი, რაც კრიზისიდან გამოსავალი უნდა იყოს და ეს მოთხოვნა არ უნდა მოიხსნათ დღის ეს რიგიდან არის ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების ხო, მაგრამ რამე მსგავს თუ კი ფიქრობს ოცნება, ამას გააკეთებდნენ წარმატებით, სხვა თუ არაფერი, აი ამ ფორმით დანიშნული პრეზიდენტი რომ შესთავაზა ამ ქვეყანას ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა, საუბრობ ყაველაშვილი, მას მაინც გაუგორებდნენ კოჩს და თქვათ სიტყვაზე ვამბობ პირობითად მზია ამაღლობელი შეწყალების უფლებას მაინც მისცემდნენ, ვინმე რომ ფიქრობდეს ამ ქვეყანაში რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა არის საჭირო. უფრო პირიქით, კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური ტყვე როგორც ჩანს ჭირდებათ მათ ციხეში რისთვის? როგორ ფიქრობთ თქვენ რისთვის? იმიტომ რომ ფაქტია ამ ხალხის ციხეში ყოფნა რაღაცისთვის ჭირდებათ. ტყუილა ხომ არ შეიძლება ივანიშვილი ვაჭრობს და ამის პრაქტიკა არსებობს ავტორიტარებთან და დიქტატორებთან. ლუკაშენკომ ივაჭრა პოლიტიკური პატიმრებით, 200-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. და ის ამ პოლიტიკურ პატიმრებს რაღაც აი ტომარაში აგროვებდა. უხეში ნათქვამია, მაგრამ აი მართლა ყულაბაში, ტომარაში აგროვებდა პოლიტიკურ პატიმრებს, რომ შემდეგ დასავლეთთან ევაჭრა და სანქციები მოეხსნა და ესეც მოხდა. ლუკაშენკოს ესაუბრნენ, გაიხსნა მასთან საკომუნიკაციო არხი და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ ბელორუსულ ბანკებს და დიდ მათ შორის ჩინოვნიკებს, რომლებიც მის გარშემო წარმოადგენენ მის რეალურ გუნდს, მოეხსნა სანქციები. ივანიშვილი რეალურად ამას აკეთებს, აგროვებს პოლიტიკურ პატიმრებს, როგორც სამოქალაქო. მაგრამ არავინ ელაპარაკება. არა, ცდილობენ რომ ელაპარაკონ, მაგრამ ივანიშვილი დღეს არის შეშლილი მეფე. მეფე იმპერატორი, რომელიც სადღაც ზის თავისთვის ბუნკერში, რომელსაც აშენებს თუ ააშენა უკვე და არავის არ ელაპარაკებს. მეფე შეიშალა. მეფე შეიშალა, ის არავის არ ელაპარაკება, არავის არ ენდობა, არც საკუთარ გუნდის წევრებს, არც საკუთარ აღზრდილებს, შვილობილებს, ღარიბაშვილებს, უსაფრთხოებას, ლილუაშვილებს და ასე გომელაურებს და ასე შემდეგ. ყველა გაანადგურა და მის გარშემო დატოვა მხოლოდ და მხოლოდ სოციოპათები. სოციოპათი ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი ემოციური ინტელექტი, არანაირი ემოციური ბმა, არც ტრაგედიასთან, არც მათ ხო ღიად თქვეს, რომ არანაირი თანაგრძნობა ჩვენგან არ იქნება. თანაგრძნობის უნარის მქონე პოლიტიკური ძალა იმას არ დაუშვებდა, რასაც გუშინ ამდენი საათის განმავლობაში მთელი ქვეყანა უყურებდა. ხო პირდაპირ ეთერში სხვა თუ არაფერი შეწყალების ნება თუ კი არ მისცეს ყაველაშვილს, რომ თუნდაც მზია ამაღლობელი მოხვედრილიყო შეწყალების აქტში, შესაწყალებელთა სიაში, უბრალოდ განმარტავდნენ, რომ ნუ დაელოდებით, მაგრამ აი დილიდან ღამემდე მთელი ქვეყანა უყურებდა პირდაპირ ეთერში ყინვაში, როგორ იდგნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არათუ თანაგრძნობის უნარი არ გააჩნია ამ პოლიტიკურ გუნდს, არამედ არც კი ფიქრობს, რომ სიტუაცია უნდა განიმუხტოს, რომ ეს პოლიტიკური დაპირისპირება რამენაირად უნდა განიმუხტოს. პირიქით, თქვენ
თქვით რომ აი დღეს მაღაროელები მიემატნენო 4 მაღაროელი პოლიტიკურ ტყვეებსო და წინ არის კიდევ სისხლის სამართლის საქმით ცნობილ ექიმებს, მასწავლებლებს, სამოქალაქო აქტივისტებს უპირებენ ციხეში გამოკეტვას ტროტუარზე დგომის გამო. ოპოზიციის ლიდერებს უპირებენ ციხეში ხელახლა გამოკეტვას, იმიტომ რომ ასე სურდა პარტიების აკრძალვას. ანუ ეს ყველაფერი იხსნება, თქვენ ფიქრობთ, შიშით ხელისუფლების დაკარგვის თუ რაც შეიძლება უფრო დააჩქარონ თუ აქვთ რაიმე ტიპის შანსი, რომ მათ საერთაშორისო პარტნიორებიდან ვინმე დაელაპარაკოს. ორივე შიშიც, იმიტომ რომ მათ ეშინიათ პროტესტის, მათ ეშინიათ წინააღმდეგობის, მათ ეშინია სტრატეგიული ერთობის, ეშინია რესურსების გაჩენის ოპოზიციურ ველზე, ეშინია ყველა ტიპის შეთანხმების, რომელიც არსებობს ამ რესურსების გაჩენის შანსი? არსებობს. არანაირი ფინანსური რესურსების პერსპექტივა ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის არ არის. ყველაფერი დამოკიდებულია მომენტუმზე, დამოკიდებულია საზოგადოებაზე, დამოკიდებულია იმ მომენტუმზე, რომელიც ისევ საზოგადოებამ უნდა შექმნას პოლიტიკურ სპექტრთან ერთად. პოლიტიკური სპექტრი როგორც კი გააჩენს, დააბრუნებს სამწუხაროდ ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშაც ვამბობ ამას, არა მხოლოდ ზოგადი ფრაზის დონეზე. ჩემი როგორც ერთი პოლიტიკოსის პერსონალური პასუხისმგებლობაც ვარ, დავაბრუნოთ იმედი, ერთმანეთს ლანძღვას თავი დავანებოთ, ვიპოვოთ საერთო სასაუბრო ენა, შევთანხმდეთ საერთო სტრატეგიულ ხაზებზე. საერთოდ არ არის საჭირო, რომ ერთი და იგივე ფერი ყველა ყვითელი იყოს ან ყველა არის რამე საუბრები დაწყებული ადრეც კი ჩვენ ყოველთვის საუბრობთ და ყოველთვის ვეუბნებით ამ ადამიანებს. აი როცა თქვენ ამ საერთო შეხების წერტილების ფონაზე საუბრობთ, ეხლა მიდის სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ახლაც მიდის, ყოველთვის მიდის საუბარი ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. შევთანხმდეთ სტრატეგიული წინააღმდეგობის ხაზზე, ცვლილების სტრატეგია, რა უნდა იყოს ცვლილების სტრატეგია. აქ არ საუბრობთ, რომ ყველა ერთ ფერზე, ერთი ფერის უნდა იყოს, ხო? საუბრობთ იმაზე, რომ ერთიანი სტრატეგია გქონდეს, რომ და რაღაცა დიაპაზონი გქონდეს, რომ ამ დიაპაზონში ერთმანეთს შემდეგ არ მივაყენოთ ჩრდილი, არ დაუძახოთ ცუდი ეპითეტები და არ ჩავთვალოთ, რომ ვიღაცა თუ მაინც და მაინც ჩემს გზას არ ირჩევს, ის აპრიორი არასწორად რა პერსპექტივა აქვს ამ საუბრებს, თუ კი ეხაც მიდის ამ. თავარი არის საუბარი, იმიტომ რომ წყენებიც არსებობს, რა თქმა უნდა, გულწრფელი ვიქნები, წყენებიც არსებობს, ეს წყენები ყველას გვაქვს. მეც, სხვას, მეორე მხარესაც, მესამე მხარესაც, მეოთხე მხარესაც. ეს არის გადასალახი. უნდა ვისაუბროთ და ამ საუბრიდან დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია საერთო ხაზის პოვნა, სადაც უბრალოდ ყველა ვგრძნობთ, რომ ერთნავში ვართ. ყველას და ერთი ამბობდა, რომ ეს რუსული სპეცოპერაცია, მეორე ამბობდა, რომ ეს ბიზნესთვის სასარგებლო საქმეა, ბოიკოტი, ასე შემდეგ, მაგრამ ამის პარალელურად ხო ხედავთ, ყველას ერთად გვიჭერს, ყველას ერთად გვიპირებს, რომ აგუკრძალოს, ყველას ერთად გვახრჩობს რესურსულად, ფინანსურად, უფლებრივად, ყველანაირად, როგორც კი შეიძლება. ამიტომ ეს არის მთავარი მამოტივირებელი ძალა. მე მგონია, რომ ის რეპრესიები, რომელიც პოლიტიკურ სპექტრზე მოდის, იქნება ხელშემწყობი იმაში, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ერთმანეთთან იპოვოს უფრო მეტი სასაუბრო და უარი თქვას ისეთ პარტიულ კონკურენციაზე, რომელიც არაჯანსაღია. პარტიული სხვაობები აუცილებლად ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ მე გამიჭირდება რიგ არ დავასახელებ კონკრეტულ პარტიებს, იმ პარტიის ნაწილად ან რაღაცა თანამოაზრედ ვიგრძნო თავი ან წარსულის გამო, ან მომავალზე ხედვის გამო. მაგრამ დღეს ისეთი ვითარებაა, რომ საერთო ხედვა და საერთოობის განცდა არის აუცილებელი. ამისთვის კეთილი უნდა ვინებოთ და უარი ვთქვათ ერთმანეთს ლანძღვაზე, ვისაუბროთ საქმეზე, ვისაუბროთ ქართული ოცნების შეუსრულებელ დაპირებებზე, რას წარმოადგენს სულ ისმის ხოლმე შეკითხვა. კიდევ საჭიროა ამაზე საუბარი? კი, სამწუხაროდ საჭიროა, იმიტომ რომ პოლიტიკურ ველზე პოლიტიკური პარტიები და ყველა ვისაც გვინდა ამ ქვეყანაში დემოკრატიული და კარგი, სწორი, ნორმალური ქვეყანა და ნორმალური განვითარება, ვაგებთ პროპაგანდაში, ვაგებთ ველზე. ეს ადამიანების დიდი ნაწილი დაბნეულია იქ ომის შიშით, მსოფლიო საგარეო პროცესში მიმდინარე მოვლენებით. სულ ვცდილობთ, რომ რაღაც იძულებით გადავრთო და ტელეკომპანია იმედი საინფორმაციო გამოშვებებს უყურო. იქ ძალიან ნათლად ჩანს რა ბინძური სტრატეგია ცდილობს ადამიანების გონების მართვას. მიემართება მათ თავარ გეგმას აიკრძალოს სრულად ოპოზიციური პარტიები და გაასუფთავონ ველი. ირაკლი, ერთ თემასაც შემოვიტანდით ჩვენ საუბარში, აი თქვენ წეგან ახსენეთ, რომ თავისებსაც დაერია, ოპოზიციასაც დაერია. თქვენ პირადად რით იხსნით
აი ამ თავისი მაღალჩინოსნების გამოკეტვას ციხეში. ანუ თუ კი პროპაგანდის ხაზზე ვსაუბრობ, წარმოიდგინეთ, აი პროპაგანდა თავისას მიერეკება, მაგრამ რეალობაში რა ხდება? მათი პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული მთავარი მინისტრები და უსაფრთხოების სამსახურის ამდენწლიანი ხელმძღვანელის ჩათვლით ყველანი გამოკეტეს ციხეში, გამოკეტა. მხოლობიჩი ვიტყოდი. აი ამას რით იხსნით? დღეს რა მდგომარეობაშია ქართული ოცნება და თავად ეს შიდა ამბები მათი დაჭერები თქვენ რითი ახსენებთ? ივანიშვილი მოქმედებს შიშებით ყოველთვის და მისი თითოეული გადაწყვეტილება და მოქმედება მათ შორის манипуляციის სახით არის შიშის დანერგვა საზოგადოებაში და თვითონაც შიშებით ცხოვრობს. მისი შიშის ერთ-ერთი ნაწილი იყო ის, რომ მის გარშემო კონკრეტულ ადამიანებს გაუჩნდათ პოლიტიკური ამბიცია, ვინც მან შექმნა ეს ადამიანები საჯარო სივრცეში ივანიშვილმა შექმნა, ღარიბაშვილი იქნება, კობახიძე, გომელაური, ლილუაშვილი თუ ასე შემდეგ, კალაძე და ასე შემდეგ. და ამ ადამიანებს გაუჩნდათ კორუფციის შედეგად ასეულობით მილიონი ლარი. ასეულობით მილიონი ლარი, რომლის მიმართვაც ივანიშვილის საქმის წინააღმდეგ და ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ შეიძლება ნებისმიერ მომენტში მომხდარიყო. ნებისმიერ მომენტში ამაზე ხმებიც დადასტურებული თუ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა არაერთ გზის. ის რომ არ ეხმარებოდნენ ღარიბაშვილების კლანი არჩევნებზე ან კრიზისულ პერიოდებში კახეთში. ის რომ რიჟვაძე დამოუკიდებელ ბოლო პერიოდში ეს ძალიან ცნობილი იყო და შედეგობრივადაც კი ასახულია მათ შორის საარჩევნო შედეგებსაც რომ დააკვირდეთ რეგიონების დონეზე, სადაც მან ესეთი გადაწყვეტილებები მიიღო. იგივეს ვნახავთ ახლა ვანში მაგალითად მთიანი აჭარა, რომელიც კუთხურობის განცდით გულშემატკივრობდა თორნიკე რიჟვაძეს, იქაც ძალიან მძიმე მდგომარეობა და ივანიშვილი ყოველთვის იზიანებს აქედან საკუთარ თავს, მაგრამ თავის მხრივ ცდილობს, რომ იპოვოს მოკლას ყველა შესაძლო წინააღმდეგობის ხერხი. და მათ ხო ძალიან კარგად იციან რა ძალასთან აქვთ შეხება. თავად ამ წიაღიდან არიან, იციან ივანიშვილის ბოროტი, ძალადობრივი სახე და უნდა ითქვას, რომ ეს რომ იყოს კორუფციასთან ბრძოლა, ახლა იგივე განსასჯელს სკამზე უნდა იჯდეს კახა კალაძე. კახა კალაძე, რომლის მოადგილეც დღეს გაურკვეველმოცემულობაშია, რომელსაც მილიონები აქვს წაღებული, რომელიც ჯერ გადანიშნეს, მოხსნეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გაუშვეს და ასე შემდეგ. კორუფციამ შეჭამა ეს ქვეყანა, ამაზე საუბარიც მნიშვნელოვანია, საგარეო ვექტორზეც საუბარი მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია რაც მთავარია, წარსული წყენების გადადება, დაპირისპირების და ლანძღვის გადადება და საქმიანად საუბარი საერთო სტრატეგიაზე.